ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად. მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის ჭხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვცნო პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა. მიუხედავად იმისა, რომ არ იყოს ადვილი პროცესი, ჩვენ პარტია ახალი დიდში დროა, თქმით საარჩევნო სუბიექტს ერთიანს და ვიბრძოლეთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რომ ქვეყანა ერთად და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ საზოგადოებრივ პროცესში. სამი რაღაცა გასაკეთებელი. ერთი ეს არის მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების როგორც ქვეყნის გარეთ. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში როგორც ძალების კონსოლიდაცია ეცვლინება ამ სამი ამოცანას. ამ ამოცანებს ჩვენ შევასრულებთ, ჩვენ ოქტომბერში გავიმართებთ. ეს იყო ჩემი პირველი არჩევნები და დიდი იმედი მქონდა, რომ საბოლოო ჯამში ჩემს პირველ ხმას, რომელიც 24 წელს არჩევნებში მივეცი, ეკრემოდა რაღაც გადამწყვეტი როლი ამ ქვეყნის ისტორიაში. და მოიტანდა რაღაც ცვლილებებს. და იდეაში მოიტანა კიდეც ეს ცვლილებები უბრალოდ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ეს ცვლილებები მოიპარეს. არჩევნები სამწუხაროდ ბევრჯერ გაყალბებულა, მაგრამ ამ მასშტაბის გადაწერა არჩევნების ძალიან იშვიათად მომხდარა, ან არასოდეს უпростоრად ჩემი აზრით, არასოდეს ესე არ გადაწერილა საარჩევნო შედეგები. გაყალბებული და რუსული სპეცოპერაცია ზუსტი შეფასება არის, იმიტომ რომ აპრობირებული მეთოდი იყო რუსეთში როგორც მოხდა და ზუსტად იგივენაირად გაგვიკეთეს ჩვენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთობა ქვეყნის გადასარჩენად და ეს ერთიანობა მაშინ ზაფხულში გამოცხადებული კოალიციის შექმნა იყო მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის იმედის გასაჩენად, იმისთვის რომ გვეჩვენებინა, რომ ასეთ მოსთან დაპირისპირებაც კი უნდა ვცადოთ და ღირს ამ ბრძოლაში შეცვლა. არჩევნების შედეგებს ჩვენ არ ვაღიარებთ. არჩევნები არის მოპარული, ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, ქართული ოცნება არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე ქართული ოცნება აგებს პასუხს. ქართული ოცნებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის ლეგიტიმაცია და ლეგიტიმაცია იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც უბრალოდ არ აღიარებს მას, როგორც საქართველოს ხელისუფლებას. და ეს არის ორი მთავარი სუბიექტი, ქართული საზოგადოება, ანუ ქართული ხალხი და მეორე ეს არის პოლიტიკური პარტიები. წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები. წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. იმიტომ რომ ამ არჩევნების მერე ძალიან ძნელი წარმოსადგენელია, როგორი შეიძლება იყოს თუ არაფერი შეიცვალა ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ დრომდე არ აღიარა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ასეთი მწვავე სახელმწიფო დეპარტამენტი არასდროს ყოფილა საქართველოს ისტორიაში პირველად ქვეყნის მთავარმა პარტნიორმა არჩევნებში გამარჯვება ქართულ ოცნებას არ მიულოცა. არა მარტო გამოძიებით დავეხმარეთ საზოგადოებას, გაეგო რეალური სურათი, არამედ დასავლეთთანაც მუდმივი კომუნიკაციით შევძელით ის, რომ დასავლეთმა დღემდე არ აღიარა ქართული ოცნება როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებად, არ აღიარა ქართული ოცნების არჩეული პრეზიდენტი როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტად და დღემდე გრძელდება ეს დელეგიტიმაციის პროცესი, რომელიც არ ჩერდება ქართული ხალხის წინააღმდეგობის პარალელურად. მას შემდეგ, რაც გასული წლის 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, ჩვენმა პარტიამ და კოალიციამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, არ მიიღო ოცნების მიერ შემოთავაზებული ეს შედეგი, არ ეთანამშრომლა მასთან და გადასულიყო ქუჩის საპროტესტო აქციაში. ქართულმა ხალხმა თქვა, რომ არ მინდა ამათი პარლამენტიო და ეს პარლამენტი ვერ უნდა ფუნქციონირებდეს ქართული ხალხის სახით. დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, ძალიან მოკლედ გეტყვით ჩემს სათქმელს. თუ
თუ ვინმე არის დღეს დამარცხებული, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. თუ ვინმეა გამარჯვებული, ეს არის ქართველი ხალხი. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის უკან დგას ირანი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ლუკაშენკოს რეჟიმი, ჰეზბოლა და ჰამასი. თქვენს უკან, თითოეული თქვენგანის უკან დგას მთელი ცივილიზებული სამყარო. და ჩვენი მეგობრები, რომლებსაც მინდა რომ კიდე ერთხელ მადლობა გადაუხადოთ ჩვენი გვერდში დგომისთვის. ცენტრალურ გამზირზე ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებს, რომლებიც გამოვლენ სწორედ სიტყვით მიმართავენ აქ შეკრებილ ადამიანებს. ნახეთ ევროკავშირის რეზოლუციები არაერთი, რომელიც ღიად აცხადებდა ქართულ ოცნებას როგორც არალეგიტიმურ ხელისუფლებად, რომელშიც ღიად ეწერა, რომ ქართულმა ოცნებამ უარყო დასავლური კურსი, უარყო ევროკავშირის კურსი. ის სანქციები, რომელიც მოდის ქართული ოცნების წევრებზე, ეხმარება პირველ რიგში ქართულ ხალხს იმ ბრძოლაში, რომელიც ისტორიული ბრძოლაა ჩვენთვის. ვიყოთ განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდგენთ და 82-ვე წევრი ყველა ვინც ვართ ამ სიაში უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარას არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენ სამშობლოში. ჩვენ არ დავნიშნეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წევრი და ამით ძალიან მნიშვნელოვან რესურსზე ვთქვით თუ არის, მათ შორის ადმინისტრაციულ პარტიულ რესურსზე. ასევე ჩვენ თქვით თუ არის დაფინანსებაზე. ხმისმიცემის ფარგლობის დარღვევა, კარუსელის მეთოდი, მარკირების წესება, ამორჩევლების დაშინება საარჩევნო უბანზე უბნების გარეთ, მოსყიდვა არჩევნების დღეს, საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრა, ძალიან ბევრი ეგეთი შემთხვევები იყო. დამკვირვებლების სხვა ტიპის დატყობლების შექმნა, მათ შორის მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფა, ხმისმიცემის ელექტრონული მოწყობილების ფუნქციების განზრახ დადებულება არჩევნების გაყალბებისთვის, როგორიცაა თითის ანაბეჭდი და სახის ამოსწრობის ფუნქციის არარსებობა, ეს უნდა ოპოზიციამ გაიმარჯვა რეალურად ამარჩევნებში, მაგრამ შედეგები დადგა აბსოლუტურად საპირისპიროთი, რაც გვინახავს რუსეთში, რაც გვინახავს ბელარუსში და ამ ტიპის ქვეყნებში. აქ იყო სრულად ორგანიზებული ყველაფერი და მაქსიმალურად ვცადეთ, რომ ის ელემენტარული კომფორტის ნაწილი შეგვიძლია ღამის თევისთვის, რაც რეალურად ჭირდებათ ადამიანებს, რომ ცივი ღამეები გადაატარონ ესე. მოქალაქეები თვითნებურად, სრულად თვითნებურად გამოვიდნენ და სისტემას დაუდგნენ წინ და უთხრეს, რომ ამ ქვეყანას არავის არ დაუთმობს. ეს ქვეყანა არის მათი და ამ ქვეყნის გადასარჩენად გააკეთებენ ყველაფერს და ამ დღეს დაიწყო ეს ყველაფერი სისტემა. იმ ხალხს, ვინც პასიური არის დღეს, იმ ხალხს მე დაუთხარ, რომ არ არსებობს დღეს სადღაც შუაში დგომა. თუ ხარ პასიური, ხარ სისტემის ხარეთ. მოგწონთ, არ მოგწონთ, რითი ამართლებთ ამას, რაღაცა ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს არ გამოვა, ამის არ მჯერა, მნიშვნელობა არ აქვს არაფერს, საერთოდ არაფერს. ან ხარ აქეთ ხარ ეს და იბრძვი, ან თუ ხარ პასიური, სისტემას ეხმარები შენი პასიურობით. სხვა არჩევანი დღეს უბრალოდ არ არსებობს. ეგ ილუზია არავის არ კონდეს, რომ მე სადღაც ჩემთვის ვიქნები, გავაგრძელებ ცხოვრებას და არაფერზე პასუხისმგებლობა არ მექნება. არ არსებობს. ყველა თითოეული მოქალაქე, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, დღეს არის პასუხისმგებელი იმაზე, სად წავა ეს ქვეყანა და რა ქვეყანას დაუტოვებ ჩვენ შვილებს, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ამ ქვეყანაში გააგრძელონ ცხოვრება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. 28 იყო თარიღი, როდესაც დაიწყო ქვეყანაში აბსოლუტური განუკითხაობა.
რუსულმა რეჟიმმა რეალურად 26 ოქტომბერს დაიწყო ქვეყნში და პროცესების გადატრიალება და ეს 28 ნოემბერს ფურცელზეც გააფორმა და ქართულ ხალხს უთხრა, რომ ის მთავარი არჩევანი, რაც აქვს ამ ქვეყანას ევროპული კურსი, ვერ შედგებოდა. გამთრის პერიოდი სუსხი, რაღაცა ნისლიანი ამინდები და საღამო ღამე რომ დგება, მუდმივად უკან ბრუნდები იმ პერიოდთან, იმიტომ რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეები ჩვენს ისტორიაში, იმიტომ რომ არა მხოლოდ უბრალოდ შიში ჰქონდა იმის, რომ შენ შეიძლება დაშავებულიყავი, შენ შეიძლება დაეკავებინ და შემდეგ თვითონ განცდა იყო შემზარავი იმისი, როგორ რეალობაში ცხოვრობ. ბესიკის ქუჩაზე ჩვენ ოფისი გვაქვს და იქ შემოგვივარდა ეს სადღაც 60-დან 50 კაცამდე ნიღბიანი ზოგი უნოღობა, ეგრეთ წოდებული ტიტუშკა, სადაც ვიყავით იმ შენობის ლობში, ხვდებიან უცბად კვება ხაბაზი და დუტა პეტრიდისი და უმოწყალოდ ესე გადაღებულიც არის რა, საშინელი საყურებელი არის. მერე შევიდნენ და დაეძებდნენ ჩვენი ოფისი ვეღარ მიაგნეს ზედა სართულზე არის, მაგრამ ნუ მაინც ეს დაშინების რეიდი გაგვიკეთეს რა. აქედან გამოსულმა ხალხმა სწორედ ის ჯგუფი იყო, რომ მე განიტოდნენ სხვადასხვა ქუჩებზე და მაკაჩიხლაძეს და მის ოპერატორს რომ ესე იგი თავებზე იხტუნავეს, ზუსტად იმ ბანდის იმ ღამესვე ხდება ქრონოლოგიურად. კაცი მოვიდა, გადარალებული მოვიდა, მცემესო, სიცხალებს აწვდო. ხოწინ კაც დედა სემაჩი მოკლა 30-მა კაცმა და შენი პასუხი არის რომ არ დაგინახია? უყურებდი ბიჭო, უყურებდი. 30 კაცი დუბინკით როგორ მცემდა მარტოს, მაგას უყურებდი. და რომ მოვდივარ შენთან მეუბნები რომ კი გადავეცი. რა გადაეცი? თავს დაყოლებინებ და მე გადაეცი. აქციები საქართველოს მასშტაბით გასული წლის ნოემბრის თვიდან ტარდებოდა და ტარდება არა მხოლოდ ისეთ ქალაქებში, სადაც ტრადიციულად აქციები ხშირად იმართება ხოლმე ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, არამედ პრაქტიკულად საქართველოს უკლებელ ყველა რეგიონში და ქალაქებისა თუ რაიონების უმრავლესობაში. ისეთ რაიონებსა და ქალაქებში ჩატარდა აქციები გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული, რომელშიც ტრადიციულად ესე მარტივად არ ხდებოდა, ხო? გულისხმობ მაგალითად იმას, რომ ახმეტაში, ხაშურში, ასევე საქართველოს კიდევ უამრავ ქალაქსა თუ რაიონში აბსოლუტურად ცხადი გახდა ამ ერთი წლის განმავლობაში არის ერთიანობის საჭიროება. შეუძლებელია, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს ის, ან სამოქალაქო ჯგუფმა რამდენადაც დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს პროტესტში, შეცვალოს ივანიშვილის რუსული რეჟიმი. ერთადერთი, რაც ჩვენ გაგვამარჯვებინებს, არის ერთიანობა. და ეს ერთიანობა უნდა იყოს არა მხოლოდ პარტიული ერთიანობა, არამედ უნდა იყოს ერთიანობა როგორც პოლიტიკურ, ასევე სამოქალაქო ველზე, სამოქალაქო ორგანიზაციების, აქტივისტების, პოლიტპატიმრების ოჯახების წარმომადგენლები. ახალი რეგულაციების საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღეს. ინიციატივა დემონსტრანტებს ნიღბების გამოყენებას და სახის სხვადასხვა ფორმით შენიღბვას, ასევე პიროტექნიკისა და ლაზერების გამოყენებას უბრძოლოს.
საქმეთა სამინისტრო რამდენიმე პოლიტიკური ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკას ატარებს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში. ასევე სამართალდამცავები იმყოფებიან პოლიტიკური გაერთიანება ცვლილებებისთვის და პარტია დროას ოფისში. საგამოძიებო მოქმედებები ტარდება Facebook ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის ოფისშიც. საგამოძიებო მოქმედებები ამ ლოკაციაზე ერთდროულად დაიწყო არსებული ცნობით საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით მიმდინარე საქმის ფარგლებში ტარდება. პოლიციამ ბესიკის ქუჩაზე დაახლოებით 1 საათის წინ ადმინისტრაციული წესით დააკავა ნიკა გვარამბიანი. ასევე კაბინეტში ესენი გადიან გეტავით გარეთ და ამ დროს იწყება ჩემზე ფიზიკური ძალადობა. მიყავ თავის და ვენდების არეში ძირითადად. როდესაც მე ნახევრად დაცულ მდგომარეობაში ვიყავ და ვიცეოდი დივანზე, ზემოდან დამახტა ერთ-ერთი და ცდილობდა ხელი მოეტეხა ჩემთვის. როცა ვერ მომტეხა გადმომაგდო დინიდან, ძირს დამაგდო და ძირს განხორციელდა უკვე ხელებში ყმა, ძირითადად ბათუმის მიყავ ხელის არეში, ზურგში და თავის არეში. სამწუხაროდ ესე დიქტატურულ რეჟიმში ცხოვრობ. აქ შეკრებილი ვართ ხალხი, რომლებსაც გვაერთიანებს იდეა და ამის იქეთ არაფერი აღარ არსებობს. აქ შევიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც თქვით, რომ ჩვენ ახლა ვიბრძვით ერთ-ერთი რაღაცისთვის და ამას ქვია ქვეყნის გადარჩენა და როდესაც ეს გაქვს აზრად და ფიქრად შეუძლებელია რამეზე ამ გაგაჩეროს ან სახლში დაგსვას. ეს ბრძოლა არის ორი მთავარი ხაზით საგულისხმო. პირველი წინააღმდეგობა, რომელიც არ ჩერდება, რომელიც იბრძვის და მეორე სანქციები, რომელიც რეჟიმს ასუსტებს. ანუ ჩვენ ამ სიგიჟეში იწევდა მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრება და საბოლოო ჯამში შევძელით ის, რომ უწყვეტი წინააღმდეგობა ჩვენი ერთწლიანი დღემდე მოვიდა. რეპრესიული მანქანა მუშაობდა არა მხოლოდ პოლიტიკოსებზე და აქტიურ ჯგუფებზე, არამედ უბრალოდ მოქალაქეებზეც, რომლებიც აპროტესტებენ ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას. იანვრის ღამეს ბათუმში შეიძლება ითქვას, რომ არ მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ მოქალაქეების წინა. როდესაც პოლიციელი მოქალაქის უფლებას კი არის, პირიქით ხერხში ხელავს ამ მოქალაქის უფლებას, ეს კონკრეტული ფაქტი ჩემთვის არის გაბიჭდება. საქართველოს სხვა ქალაქებშიც უამრავი ჩვენი წევრი იქნა დაკავებული, დაპატიმრებული, დაჯარიმებული. ბევრი მათგანს მიაყენეს შეურაცხყოფა და ბევრი მათგანის მიმართ ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლა. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ჩვენს გამარჯვებად. ბატონო ნიკა, რა უნდა და თქვენგან რა? ჩვენგან არა, ქვეყნიდან რა უნდა გითხრათ ახლა? ყველაფერს ხედავთ. პროტესტი შეიძლება იქნებდეს, სანამ როგორც კი რეჟიმი მოიფიქრებდა რაიმე ახალს, მოქალაქეების ადამიანებიც მას უპირისპირდებოდნენ რაღაცა ახალი ფორმით. ჩვენ ამ დაუმორჩილებლობაში ძალიან გააზრებულად შევედით, იმიტომ რომ როცა გავწყდა ინფორმაცია, რომ ამ კანონების მიღებას აპირებდნენ, მაშინვე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ რაღაცა ჩვენი ქონების დაყადაღება არ მომხდარიყო. თუ ვამბობთ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მათ მიერ მიღებული კანონებიც შესაბამისად არის არალეგიტიმური. Alida, dia, Fabi, that's all.
ეგდოს ხალიო სულათა. ჩვენი ისტორიული 90%-ია თავისუფლებისთვის ნაბრძოლა, დამოუკიდებლობის ბრძოლა და სახელმწიფოს შექმნისთვის. იქნება ქვეყანაში სიმართლე. სიმართლე იქნება ძალიან. მილიცია თავისუფლებისთვის. პარტიას და კოალიციას ქლიანად და ასე ვთქვათ დაძდევს როგორც მისი მთავარი გაზდევს უბრალოდ როგორც მისი მთავარი ნიშანი, ხაზი, იდენტობა. ეს არის სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ და სწორედ ამის გამოც არის ელენე ხოშტარია ახლა ციხეში, როდესაც ის იყო სოლიდარული, არ დაემორჩილა რეჟიმის კანონებს და იყო სოლიდარული მეგიდ იასამიძის მიმართ. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, სანამ თითოეული მათგანი არ დატოვებს ციხეს და სანამ არ ჩაინიშნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება. საჯარო მოხელეების მხარდაჭერა ამ სახელწოდებით პარტია კოალიცია ცვლილებისთვის ხედვის პრეზენტაციას მართავს. ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანი სამსახურებიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მხარდაჭერა. შემდგარი პარლამენტის ეგრეთ წოდებული ღალატის კომისია, რომელიც წულკიანის მეთაურობით შედგა, მათ გადაწყვიტეს, რომ ყველაზე მარტივი გზა ეპოვნათ პოლიტიკური ლიდერების დასაკავებლად. არ ვაღიარებ, ჩემს ანგარიშს ვერ წავდგენ და მოქალაქეობრივ და სამართლებრივ ვალდებულებას მათ წინაშე ვერ ვცნობ. მეორე, კონსტიტუციას არ ღვევს ეს კომისია და ანტიკონსტიტუციურ ორგანოს წინაშე მე არ წავდგები. რატო არ დგენს? არ ღვევს, იმიტომ რომ მისი ნახევარი მაინც უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. არც ერთი ცალი ოპოზიციის წარმომადგენელი იქ არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვექნება ობიექტური სასამართლოს იმედი, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცით. ვინც რეჟიმთან არ თანამშრომლობს, ვინც აკრძალულია, ის აუცილებლად ძლიერია და აუცილებლად დაიბადა. ეს მოუჩება ბოლოს მაინჩება ისე მიიღე დააპატიმრება ეს კაცი უნდა მისვლა ციხესთან საკუთარი ფეხით მისულ ნიკა გვარამიას ხელბორკილები 2 საათიანი ლოდინის შემდეგ დაადეს. ყველაფერი კარგად იქნება. დემოკრატიის დღეს ელენე ხოშტარიას ხელბორკილები კახი კალაძის ბანერის დასვრის ბრალდებით დაადეს. კალაძის სურათზე წარწერა რუსოს გაკეთების გამო დააკავეს. ეს არის ჩვენი ოფისი, რომელიც 1 წელზე მეტია უკვე შეღებილია და არა მხოლოდ ჩვენი ოფისი, აი გვერდით სადარბაზოს კარიც კი, რომელიც ჩვენ ოფისს საერთოდ არ ეკუთვნის, ისიც კი გადაღებილია. არავინ არასოდეს ამაზე არ დაუჭერია ქართულ ოცნებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ განმარტავს, რატომ დააკავა გელა ხასაია. კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გუშინ ღამით მაშინა იყონეს, როცა აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. ადვოკატის სავარაუდო ინფორმაციით მას სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. გელა ხასაია ქუჩაში მისთვის უცხო ადამიანების ჯგუფს შეესწრო, რომელშიც ის არ მონაწილეობდა, თუმცა პოლიცია დანაშაულად უთვლის სავარაუდოდ იმას, რომ მან ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. სამწუხაროდ და ეს განსაკუთრებით მძიმეა ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, სასამართლოს დარბაზებში სამართალთან კავშირში მოქმედებები აღარ ხდება. სასამართლო დარბაზებში ჩვენ ვხედავთ უკანონობას, უსამართლობას, კონვეიერული სისტემით ადამიანების გასამართლებას. სასამართლოს დერეფნებში ჩვენ ვხედავთ მანდატური სამსახურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას და ამას აქვს სისტემური ხასიათი და ამის ფარგლებში არავინ ამ დრომდე არ არის დასჯილი. ყველაზე მეტად რაც დამამახსოვრდა და როცა შემრცხვა იყო ზურაბ ჯაფარიძის პროცესი, როცა საელჩოს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და ამ ადამიანებმა თავიანთი თვალით ნახეს
როგორ ექცეოდა მანდატური სამსახური 70 წლის ქალს ლამის წააქციეს. მოქალაქეების აქტიური პროტესტი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი არ შეგუებიან ჯარიმებს, არ შეგუებიან დაკავებებს, არ შეგუებიან ახალ დრაკონულ კანონებს, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იღებდნენ. საბოლოო ჯამში იქამდე მივიდა სიტუაცია, რომ პირბადეების ტარების გამო აჯარიმებენ ადამიანებს. ჩვენი კოალიციაც მიუხედავად დიდი ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ 4 ლიდერი ყავს ციხეში, წევრები ყავს ციხეში, მიუხედავად ამდენი წინაღობებისა, მაინც დარჩა ერთად, ერთი ძალით და ერთი ძალით ცდილობს ყოველთვის ყოველჯერზე რომ გააძლიეროს წინააღმდეგობა. ძალა, რომელიც უპირისპირდება პროპაგანდას, არის სწორედ ეს ერთობა და ამ ერთობის ლოკომოტივები ყოველთვის ვიქნებით კოალიციას ცვლილებისთვის, როგორც დავიწყეთ 27 ოქტომბრიდან, ისე დავამთავრებთ ქართულ ოცნების მმართველობას და რუსულ რეჟიმს. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება თბილისში, რუსთაველზე, თბილისის სხვა ქუჩებში და ჩვენ ყველანი ერთად ქუჩის საპროტესტო აქციები. გაუტეხელი ადამიანების პროტესტი არის ერთადერთი გზა, ერთადერთი ხსნა. რეალურად ჩვენ ყავს ხალხი, რომელთან ერთადაც შეიძლება მართლა მოიტანოს ცვლილებები და მართლა შეცვალოს რაღაცა. თავარი რაც მოხდა არის, რომ დაკრისტალდა, გამოიკვეთა გამარჯვების გზა. არ თანამშრომლობის და წინააღმდეგობის პროცესმა, ასევე რუსთაველის პროტესტში აქტიურმა თანამონაწილეობამ ჩვენი ქვეყნის პატრიოტებთან ერთად გააჩინა რწმენა, რომ აკრძალული გაიმარჯვებს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთი მხრივ ციხეებიდან დავიხსნათ ჩვენი მეგობრები, პოლიტიკური ტყვეები და მეორე მხრივ მივახცოთ ახალ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. თუ ვინმე დამარცხდება მხოლოდ ის, ვინც პირველი გაჩერდება. ბრძოლით შევძლებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა, გათავისუფლდება პოლიტიკური პატიმრები და მოუწევს მას ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ან ეს არჩევნები ჩატარდება აუცილებლად მის გარეშე.